მოგესალმებით მეგობრებო, ეს იქნება პატარა ვიდეო, სადაც მე აგიხსნით თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ცვლადები კომპონენტების ვარიანტების შესაცვლელად სხვადასხვა რეზოლუციებს. თქვენ ხედავთ ვიდეოში, რომ მე მაქვს ორი კომპონენტი შექმნილი, ღილაკი და ნავიგაციის ბარი, ხოლო თუ მე გადავიტან ამ ორივე კომპონენტს ტელეფონის რეზოლუციაზე, ის ავტომატურად შეიცვლის states. მე ვარ მიხეილი და ისა ჩემო აკადემია. სანამ დავიწყებთ, არქის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. წამოდი ავხსნათ თუ როგორ გავაკეთოთ. მოდი შევქმნათ უბრალოდ ღილაკი და გავსტილოთ თქვენ როგორც გესიამოვნებათ, ისე გადასტილეთ თავისთავად. და ეს იყოს, მოდი ფილი მივცეთ. ფერი ავიღოთ აქედან, რადგანაც ნაჩვენები გვაქვს ეს ფერი. და შავი ფერი ავიღოთ 19:17:1-ში. ამოყალებაც გავუკეთოთ. და გავაკომპონენტოთ. კომპონენტების შექმნის ვიდეო ცალკე მაქვს ჩაწერილი და უყურეთ თუ როგორ იქნება კომპონენტები, დავამატოთ state და დავაწეროთ button. მოდი იყოს ცალკე უბრალოდ ეს ფერი მობაილისთვის და მაგალითად დავაწეროთ desktop და mobile. ეხლა რომ შემოვაგდოთ desktop-ზე ეს ღილაკი და ასევე გადავიტანოთ mobile-ზე, ვხედავთ რომ საერთოდ არაფერს არ შვება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევქმნათ ცვლადები. ახალი კოლექცია გავაკეთოთ და string-ი უნდა შევქმნათ აუცილებლად. და რაც მთავარი არის, ეს წესი უნდა დავიცვათ, რომ ვარიანტის სახელი უნდა იმთხვეოდეს string-ის სახელს, string values. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ property-ში დავაწეროთ type-ი და value იყოს desktop-ი, mobile. კოლექცია აქ შექმნილი მაქვს. კოლექციას მოდი დავარქვათ პირობითად components და აქ strings გავუწეროთ button-ი, რომ გვინდა ღილაკისთვის შექმნათ ახალი mode-ი. პირველ mode-ს დავარქვათ desktop frame-ი, mode-ს დავარქვათ mobile frame-ი. და როგორც ვთქვით, ვარიანტის სახელი უნდა იმთხვეოდეს string values და ვარიანტის სახელი გვაქვს desktop-ი და ასევე გვაქვს mobile. ეს დავშალოთ და რას შვებით? ეხლა შემოვიტანოთ ახლიდან და ამ ეტაპზე ისევ არაფერს არ იზავს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეს კომპონენტები ამ ცვლადებთან არ გვაქვს დაკავშირებული. და როგორ დავაკავშიროთ? type desktop-ზე აქ ღილაკი ხატულა გამოჩნდება და აქ კომპონენტების კოლექციას ვხედავთ, მოვნიშნოთ button-ი. და ხო, ეს წესი აუცილებლად უნდა დავიცვათ, იქიდან გამომდინარე, რომ თუ მე მაგალითად button 1 დავარქვი, უკვე გადახაზავს და ეს ცვლადი ვეღარ დაინახავს ამ კონკრეტულ ვარიანტს. ან პირიქით ეს ვარიანტი ვეღარ დაინახავს იმ კონკრეტულ ცვლადს. აქედან გამომდინარე, დააკვირდით ერთმანეთის სახელები რომ ემთხვეოდეს ერთმანეთს. და ამ შემთხვევაში ჩვენ აქედან უკვე მინიჭებული გვაქვს button-ი და აქ კოლექცია ავტომატურად გვაქვს desktop-ი.
გადავიტანოთ მობაილზე და ხედავთ, რომ კიდე არაფერი არ შეცვლა იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონკრეტული ფრეიმი არ არის გაწერილი, რომ ეს უნდა იყოს მობაილი. გავუწეროთ Eperian-ში კომპონენტი mobile და ვხედავთ, რომ ღილაკი შეიცვალა. ანუ ღილაკი რომ გადმოვიტანოთ, ხედავთ, რომ desktop-ი არის. აქ მოდი გავუწეროთ ავტომატურად desktop frame-ი არის გაწერილი, მაგრამ ჩვენ გავუწეროთ desktop frame-ი, თუ გადავიტანთ mobile-ში ვხედავთ, რომ ანალოგიურად გაწერილია. მაგრამ თუმცა ძალიან მარტივი არის ღილაკის მიმართებაში ეს ყოველივე. არც header-ის მიმართებაში არ არის რთული, მაგრამ header-ში განსხვავებული ვიზუალი გვაქვს, ესე რომ ვთქვათ. ანალოგიურად ჩვენ გვაქვს ვარიანტი 1 desktop-ი და ვარიანტი 2 mobile. ეს კონკრეტული ვარიანტი 1 შემოვიტანოთ desktop frame-ზე და აქ desktop-ში გავუწეროთ, მაგრამ სანამ გავუწერთ, შევქმნათ ერთი ახალი string-ი, ასევე სადაც დავარქვევთ headers და value-ში გავუწეროთ desktop-ი და mobile. დავაკავშიროთ, როგორც ღილაკი დავაკავშირეთ header-თან და ამის გადატანის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ნავიგაციის header-იც შეიცვალა. სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში, მეგობრებო. შემდეგი ვიდეო იქნება თუ როგორ გავარესპონსივოთ დიზაინი, სადაც ასევე საკმაოდ კარგი პლაგინი შევქმენი Figma-თვის და დიზაინერებისთვის, ესე რომ ვთქვათ, რომელიც აბსოლუტურად ყველას გამოადგება, რომელიც არის ვერსია ნომერი 1 და responsive დიზაინზე რო ჩავწერ შემდეგ ვიდეოს მან გამოვიყენებ და განახებთ, თუმცა ასევე ვმუშაობ მაგ კონკრეტული პლაგინის ვერსია 2-ზე, რომელიც ბევრად გაუმჯობესებული და საჭირო იქნება გამოყენებაში დიზაინის ხატვისას. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გამოწერა და მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.